პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება, საკონსტიტუციო სარჩელი კი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მომზადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა უმრავლესობის ხდომაზე მიიღო. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მსჯელობის შედეგად გადაწყვიტეს, რომ ნაციონალურ მოძრაობას 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება. ამ განცხადებას მალევე უპასუხეს ოპოზიციურ სპექტრში ნაციონალურ მოძრაობასთან რელოში თქვეს, რომ ისინი აზრს არ შეიცვლიან და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ. ორი კვირის წინ იძახდა აბსოლუტურად საპირისპირო ზუსტად იგივე რიხით და იგივე ირონიული ღიმილით. ეხლა ამას იძახის. ხვალ კიდე რასაც ეტყვიან, როგორც ქუთანს ჩაძახებენ და კვებს, ისევ იგივეს ამოძახებს. ივანიშვილს უნდა რომ პოლიტიკური პროცესი გადაარჩინოს საკუთარ სათამაშო მოედნად და რეალური პრობლემებისგან, საზოგადოების რეალური პრობლემებისგან ყურადღება გადაიტანოს აი ამ საცირკო წარმოდგენაზე, იმას ავკრძალავ, ამას დავიჭერ და ასე შემდეგ. და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელშიც 400,000-მდე ბავშვი შიმშილობს. ისინი არიან ჩვეულებრივი პიარით დაკავებული, რა დროს რა აწყობთ იმას ლაპარაკობენ. ნაციონალური მოძრაობის განადგურება დიდი ხანია გეგმაში აქვთ, აქამდე ვერ გაგვანადგურეს და ვერც გაგვანადგურებენ. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამ მოღალატეთა რეჟიმის, ამ სრული ბელორუსიზაციის და ჩეჩენიზაციის, ანუ კადიროვიზაციის პირობებში არანაირ არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა და არც სხვა რომელიმე ნორმალური პარტია მონაწილეობას არ მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს ადასტურებს იმას, რომ ოცნება ვერ სულდგმულობს ნაციონალური მოძრაობის გარეშე და ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი ფაქტორი, რის ხარჯზეც ოცნება ინარჩუნებს და მომავალშიც აპირებს შეინარჩუნოს ძალაუფლება. ამიტომ ჩვენი გუნდის პოზიცია რჩება ის, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ყველა პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ საზოგადოებას მივაწოდოთ სრული სიმართლე. რადგან კომისიის მანდატი გაფართოვდა, შესაბამისად ვადის გაგრძელებაც იყო ყველაზე ლოგიკური. ვიღაცა ზედმეტი იმედები რომ არ გაუჩნდეს, არჩევნებამდე, ანუ ოქტომბრამდე, რაც კი პარლამენტია დამოკიდებული, თავისი სარჩელის შეტანით, რაც ჩვენზე ამ შემთხვევაში დამოკიდებული, აბსოლუტურად ყველა ეტაპი გვექნება გავლით, ჯერ ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და მერე ჩვენ გავცემთ ჩვენი საკონსტიტუციო სარჩელით და დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს სხვა გზა ნამდვილად არ ექნება, თუ კი ოდნავ მაინც ობიექტურად განჭის ამ საკითხს, ნაცების პარტიები აიგრძალებიან წელსვე.